ძველი საიდუმლო. შვილო, მოიცადე. დახმარების გარეშე ადგომა გაგიჭირდება. რა მოხდა? ჩემ შვილთან უნდა წავიდე. ალბათ ახლა გირს გავს და ძალიან განიცდის. ჯერ არ გამოჯამრთელებულ ხარ. ცოტაც მოიჩმინე. შენი შვილი დაგელოდება, ნუ დარდობ. ვეღარ დავიცდი. ეს დღეები ალბათ ჩემს ძებნაში გაატარა. განადგურებული იქნება. დამრთენება რომ წავიდე. ჩემი შვილი უნდა ვნახო. შვილო, ხედა, ფეხზე ვერ დგახარ. ორ ნაბიჯს გადადგამ და წაიქცევი. დაჯექი შვილო. თუ საჭირო იქნება ფორთხვით წავალ. ჩემი შვილი აუცილებლად უნდა ვნახო. შვილო, გთხოვ დამიჯერე. სადმე გული წაგივა და წაიქცევი. ქალაქში კი არა, ქუჩის მოსახვეამდე ვერ მიხვალ. ახლავე წავიდოდი, მაგრამ მალე დაღამდება. გპირდები ხვალ წავალ და შენ შვილს მოვძებნი. ერთად დაუბრუნდებით. მიდი ჩემო გოგო, დაისვენე. ცოტაც მოიჩმინე. კარგი, მაგრამ ხვალ დილით მის მოსაძებნად წახვალ? პირდები? პირდები ჩემო გოგო. ახლა დაისვენე. წამალსაც დაგალევინებ. მოდი ჩემო გოგო, მოდი. ესმა? რა მოხდა? მებუტები? მასწავლებელთან რაც ვთქვი გეწყინა? ხომ არ შეგარცხვინე? სასირცხვილო რა არის? მადლობა ღმერთს, სათაკილო და დასამალი არაფერი მაქვს. ჩემი ცხოვრების არ მრცხვენია. გასაგებია. ალბათ რაღაც არასწორად გავიგე. ბიძა შენი რომ ვახსენე, თითქოს ხასიათი შეგეცვალა. ალბათ მომეჩვენა, მაგრამ თითქოს თავი დამცირებულად იგრძენი. ვერ გავიგე ეს თემა რატომ წამოჭერი. სათაკილო არაფერია. უბრალოდ უცნობ ადამიანთან ოჯახური ამბების განხილვა არ მომწონს. კარგი რა ესმა. ვინმემ რომ გაიგოს, იფიქრებს რომ შენი ოჯახის ბინძური საიდუმლო გავამჟღავნე. ასეთი რეაქცია რატომ გქონდა ვერ მივხვდი. ანუ შენი საქციელი მიზანშეწონილი იყო? როგორც ხვდები არასწორად გამიგე. შენს შესარცხენად კი არა, უკეთ წარმოსაჩენად ვთქვი. რამე მოვიტყუე? ბიძიას დამსახურება არაა, რომ ამდენს მიაღწიე. მართალია. ბიძა ჩემი სამაგს ვერასდროს გადავიხდი. მაგრამ რასაც მივაღწია, ამაში ჩემი დიდი წვლილია. როცა სხვები ეზოში თამაშობდნენ, სახლში ვიჯექი და მეცადინეოდი. არ მინდოდა ბიძიას ტვირთად დავწოლოდი. ამიტომაც სადაც ვსწავლობდი, ყველგან 100%-იან გრანტს ვიღებდი. ჯიბის ფული რომ მქონოდა, ბავშვებს ვამზადებდი. ამით იმის თქმა მინდა, რომ რთული გზა გავიარე. ზოგიერთი ვით განებივრებული არ ყოფილვარ. ზოგიერთში მე მგულისხმობ, გგონია განებივრებული და ჭირვეული ბავშვი ვიყავი? გამარჯობა. მინდოდა წასვლისას გადმომეცა, მაგრამ შეიძლება დამავიწყდეს. ამიტომ ახლავე გაჩუქებთ. ინებეთ. ეს რა არის? თუ არ გახსნით, ვერ გაიგებთ. რა ხდება? განსაკუთრებული თარიღი გამომრჩა? ეს რა არის? ისეთი ნივთია, რომელსაც თქვენი შრომის მოყვარეობით მოგვიანებით აუცილებლად დაიმსახურებთ. მინდოდა ყველასთვის დამესწრო. სწავლის პროცესში შეხედავთ და мотивაციას მოგცემთ. უღრმესი მადლობა, ბატონო ომერ. აქამდე მიღებულ ყველა საჩუქარზე უკეთესია. უფრო ღირებული და დასამახსოვრებელი. სამომავლოდ თუ კარგი ადვოკატი გავხდები, მერწმუნეთ, სამუშაო მაგიდაზე საპატიო ადგილს დავუთმობ. მიხარია რომ მოგეწონათ. წარმატება მოეტანოს. რა კარგია ომერ. მაგრამ მგონი სჯობდა წარწერა ინგლისურ ენაზე გაგეკეთებინა. იქაურობა ისე მოეწონება, რომ შეიძლება უკან აღარც კი დაბრუნდეს. ჯერა რომ ქალბატონი ესმა დაბრუნდება. რა თქმა უნდა დავბრუნდები.
და ძმის და საყვარელი ადამიანებისგან შორს ვერ ვიცხოვრებ. დედა, რა მოხდა რძალო? თურგუთის მოსვლამდე გაქცევა დააბირე? არა დედა. თუ ჩინარმა გადარჩენა მოახერხა, ესე იგი ვინმემ დაინახა და დაეხმარა. შეიძლება მეგობართანაც მივიდა. კარგი. მოიგითხე და მოდი. კარგი დედა, წავალ. სიახლის შეგატყობინებ. კარგი. აქანიდან გადმოდი. ჩინარი როგორ გაიმედე? ღირსი ხარ რომ სიცოცხლეს თვალის დახამხამების გარეშე გამოგასალმო. თურგუთ? თბილად დაძახებას აზრი არ აქვს. შენც და დედა ჩემიც ჩადენილზე პასუხს აგებთ. თურგუთ, მე არაფერი ჩამიდენია. შეწყვიტე, შენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. გამომყევი. ადექი და შენი ხელით დასაჯე. ხელის გასწრას უკვე მაინც მიჩვეული ხარ. მუხლმოდრეკილი გევედრებით, ქალბატონო. აპატიეთ. ვიცი რომ იმედი გაგიცრუეთ და შეცდომა დაუშვი, მაგრამ სიცოცხლე მაჩუქეთ, გთხოვთ. შენნაირებისთვის ტყვიაც არ მემეტება. ღირსება და ზნეობა რომ გაგაჩნდეს, შენს დასჯას აზრი ექნებოდა, მაგრამ არ გაქვს. მომშორდი, თვალით აღარ დამენახო. ილოცე დედა. ილოცე რომ ჩინარი მკვდარი არ იყოს. თორემ დედა და აღარ ჩაგთვლი. შენ კი ჩემს მეუღლედ. ორივეს პასუხს გაგებინებთ. რა სიზამ? მომკლავ? ციხეში გამომამწყდევ? დედა, სლოჭკუაზე ხარ? ეს როგორ ჩაიდინე? როგორ? იმ გველმა ეს ყველაფერი დაიმსახურა. მან ჩემი შვილი მოკლა. დაუშვათ მოკლა. 20 წელი ამის გამო ციხეში გაატარა. შენთვის საკმარისი არ არის? არ არის. ციხეში 100 წელიც რომ ყოფილიყო, ჩემთვის არაფერს ცვლის. ვიდრე აქ მოხვალ და პასუხს მომთხოვ. ჯერ საკუთარ გულში ჩაიხედე. შენი ძმის გამო შურისძიება რატომ არ გინდა? ამაში მე და შენი ცოლი აღარ უნდა ჩავერიოთ. შურისძიების სურვილმა დაგაბრმავა. თავსაც დაიღუპავ და ჩვენს დაგღუპავ. იმ ადგილას გვამი არ იყო. ჩინარი თუ გადარჩა და პოლიციაში დაგაბეზღა რა სიზამ. პოლიციამ გამოძიება რომ დაიწყოს ციხეში ამოსალპობად მზად ხარ? ნუ თუ ამაზე საერთოდ არ გიფიქრიათ. ყველას საფრთხე შეგვიქმენი. ყველას. დილით ადრე სეჰერის მოსაძებნად ხომ წახვალ? ამ ამბავს რომ შეატყობინებ შუა დღისას უკვე აქ იქნება. მოვა და წამიყვანს. ისევ ჩემს შულთან ვიქნები. ძველებურად. მართმაქნას შვილო. გათენდეს და წავალ. თავს ნუ დაიტანჯა. დაისვენე. ჯობს დაიძინო. ღმერთმა დაგლოცოს. შენც. ჩემგან შეუძლებელს ითხოვ. რა განსხვავებაა გავემგზავრები თუ სიცოცხლეს გამომასალმებ? თუ გინდა აქვე მომკალი. შვილების გარეშე მაინც მკვდარი ვიქნები. სხვა გზა არ გაქვს ჩინარ. ტყუილად მელაპარაკები. რამდენიმე დღეს მოგცემ. დაფიქრდი, ვიდრე გადაწყვეტ, აქ იქნები.
შვილებზე უარს არასდროს ვიტყვი, გესმის? უარს არ ვიტყვი. აქ რამდენ ხანსაც არ უნდა გამომკეტო. გადაწყვეტილებას არ შევიცვლი. ღმერთი დამეხმარება. დამიფარავს და შვილებს ვერ წამართმევ. ამის უფლებას არ მოგცემს. ღმერთი ჩემთან არის. არ მომკვდარ ვარ. შვილების გამო ყველაფერს გავუძელი. ღმერთი ჩემთან არის. და შვილებს არ დამაშორა. რადგან არ უნდა დამიჯდეს. მათ მაინც ჩავეხუტები. რა მოხდა შვილო? რამე გინდა? ღმერთო, ალბათ ისევ სიზმარი ნახა. შვილო, მოდი ჩვენთან ერთად დაჯექი. ჭამა არ მინდა. საჭმელი არ მოსწონს. რა ვქნა? დედამისმა სახლის საქმე დაივიწყა. აღარაფერს აკეთებს. ჩემი ძალებით რაც შევძელი ესაა. ამ საჭმელს ვერ ვიტან. დურო, მოდი დაჯექი, მამიკო. დეიდა აიშე, რა გემრიელია. შეგირგოს შვილო. როცა ისურვებ დიდი სიყვარულით მოგიმზადებ. ერჯუმენტ. ყოველ დღე ამას ხომ არ შევჭამთ. გული გააწყალეს. ხომ იცი ეს კერძი როგორ მიყვარს? როგორ არ ვიცი. ბავშვობაში როცა ტოლმას გიმზადებდი, დურუსავით გიხაროდა. ახტაცებული იყავი. გუშინდელივით მახსოვს. მოდი შვილო. მიირთვი. კარგად ხარ? კარგად ვარ. ფიქრებს ავყევი. გეტყობა. რაც დაჯექი საჭმლისთვის პირი არ დაგიკარებია. მოგწონს შენი საქციელი? ბავშვიც შენ დაგემსგავსა. შეერი არ დარჩება დედა. მოგვიანებით რამეს მოვუმზადებ. დიდად დამავალებ სამზარეულოსკენ გზას თუ გაიხსენებ. გემრიელად მიირთვით. მოთხო ნომერია, მაგრამ დეიდა აიშე? ეს დეიდა აიშე ხომ ვერ მოვიშორეთ. ნომერი შეგეშალათ. არა უშავს. კარგ საღამოს გისურვებთ. გეყოფა სეჰერ. ამ დეიდა აიშეზე დარდმა დამღალა. გლოვა დაასრულე და გონს მოეგე. იმ ქალმა ფული აიღო და წავიდა. მისთვის მნიშვნელოვანი რომ იყო, დარჩებოდა. იქნებ გაიგო ბოლოს და ბოლოს. ფულზე გაგიჟებით შეყვარებული ადამიანი არასდროს ყოფილა. ალბათ რაღაც შეემთხვა. დარწმუნებული ვარ რომ გამოჩნდება. სეჰერ საკმარისია. დავიღალე. შევწუხდი. გეყოფა მეთქი. ტელეფონი მომეცი. რას აკეთებ, მომეცი? მე რამდენი დღეა ტელეფონთან ერთად ცხოვრობ. ყველაფერი იმ ქალის ბრალია. ტელეფონს არ დაგიბრუნებ. მომეცი, შეიძლება დეიდა აიშემ დარეკოს. ადგეს და დარეკოს, შენმა აიშემ. რა გააკეთე? დედა! ყოჩახშვილო, კარგად მოიქეცი. ამას ნამდვილად იმსახურებდა. შეიძლება შემოვიდე. მოდი, მოდი. რადგან ჩემთან შემოსვლა გადაწყვიტე ქალბატონო ესმა. გონი ინგლისში წასვლა გადაიფიქრე, ასეა? თუ ამ თემაზე ზეწოლას აპირებ,ახლავე გავბრუნდები. კარგი, კარგი, გავჩუმდები. მოდი დაჯექი.
კოდრატთან ჩხუბის მიზეზი ეს საათი გახდა? ხო. საკმაოდ ძვირადღირებული ნივთია. მთელი ხელფასი ამაში დახარჯა? მე არ მიყიდია დაო. უფროსის საჩუქარია. ოჯახს შენს უფროს, როგორც ჩანს ძალიან მოსწონ ხარ. არა დაო, საერთოდ არ მომწონვარ. იმ დღეს სამსახურში დამაგვიანდა და უფროსი გამიბრაზდა. მაჭაზე საათი გაიკეთე, რომ ხშირად დახედო და სამსახურში აღარ დაგაგვიანდესო. საათი ამიტომაც მაჩუქა. რა მაგარი უფროსი ყოლია. თუ გაგიბრაზდა და საათი გაჩუქა რომ გაახარო, შეიძლება სახლიც გიყიდოს. ცნობისთვის, ასეთი უფროსის პოვნა მარტივი არ არის. თურგუთ, ძირფასა. შეიძლება ცოტა ხნით შემოვიდე? დადი ზუჰალ. მარტო ყოფნა მინდა. საყვარელო. ვიცი ჩემზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ ჩინარის გამო ვიჩხუბებთ. მარა ზუჰალ, მარა. ერთხელ მაინც გაჩუმდი. ერთხელ მაინც აღიარე დანაშაული. თქვი რომ შეცდომა დაუშვი. მაგრამ საყვარელო ხომ იცი რომ ვიცი ზუჰალ, ვიცი რომ ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ გააკეთე. ჩვენი ბედნიერებისთვის სახვედი მსხვერპლზე. მაგრამ ჩვენი ბედნიერება ყოველთვის ხვის უბედურებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ჩვენი ბედნიერებისთვის აუცილებლად ჩინარი უნდა მომკვდარიყო. მისი ცხოვრება ერთხელ უკვე დავანგრიეთ. თავის გზაზე რატომ არ გაუშვით? არ მესმის, რატომ არ გინდა რომ თავისი შვილების გვერდით იყოს? საკმარისია თურგუთ. ისევ მე ვარ დამნაშავე. ყველაფერი ჩინარის გამო მოხდა. შენ წახვედი და ფული შესთავაზე. დედა ასიემ კი თვითმფრინავის ბილეთი უყიდა. უთხრა აქედან წადი. ხელს სისხლში ნუ გამასვრევინებო. სასოწარკვეთილი ევედრებოდა. მაგრამ ვინ მოусმინა? წუხვარ, მაგრამ რაც მოხდა ყველაფერი ჩინარის ბრალია. ილოცეთ რომ ჩინარი ცოცხალი იყოს. თორემ არც ერთ თქვენგანს არ გაპატიებთ. თურგუთ. მართლა გჯერა რომ ცოცხალი გადარჩებოდა? დამიზნებით ესროლეს და კლდიდან გადავარდა. როგორ ფიქრობ, შესაძლებელია ცოცხალი იყოს? რეალობას თვალი გაუსწორე. ჩინარი მკვდარია. ეს საკითხი სამუდამოდ დაიხურა თურგუთ. წადი აქედან. გაეთრიე. გაეთრიე მეთქი. ბოლოს აქიდგა. სხვა გზა არ დამიტოვა. უნდა მესროლა, თორემ დედა თქვენი მომკლავდა. ვეძახდი გაჩერდი, ნუ გარბი ხარ მეთქი, მაგრამ არ მომისმინა. ვესროლე და აქედან გადავარდა. სხვა გზა არ მქონდა, დამიჯერეთ. მერტო გევედრები ჩინარი არ მოკვდეს. ამ საშინელებას ვეღარ გადავიდან. ამ ხელად დანაშაულს მეორედ ვეღარ ჩავიდან. თხოვ ჩინარი ცოცხალი იყოს. დღეებს და ღამეებს ტკივილში ვატარებ ღმერთო. ჩემს მდგომარეობას არ ვჩივი, მაგრამ შენ გარდა არავინ მყავს. შენ გარდა არავინ დამიცავს. ჩემს უმწეობას ბოლო მოუღე. გთხოვ, გადამარჩინე ამ განსაცდელისგან. მადლობა ღმერთს, სიცხე აღარ აქვს. დილა მშვიდობისა შვილო, სიცხე აღარ გაქვს. ახლა უკეთ ხარ. ჩემს ქალიშვილს.
ჩემს ზეհერს არ მოძებნით? Arayacağım რა elbet. თქმა უნდა მოვძებნი. Ama şimdi ben sana bir güzel მაგრამ ჯერ საუზმეს მოგიმზადებ და მერე წავალ. sonra gideceğim. Kızım, ვინიც ის როგორი ნაწყენია ჩემი ქალიშვილი. belki de ალბათ გონია რომ მივატოვე. არ მიმიტოვები ხარ შვილო. არსად წავსულ ვარ. დავიფიცე რომ სანამ ცოცხალი ვარ. sizin თქვენს გვერდით ვიქნები. ettim ben. დედა, მთელი ღამე გაათენე? მე გავდივარ, ამის სათქმელად მოვედი. გუშინ ვერ მოვახერხე. ნება მომეცი დღეს წავიდე და შევამოწმო. ჰადიემ რამე თუ გაიგო. დადი, ოღონდ არავის არაფერი უთხრა. არა, არ ინერვეულა. ისე დაველაპარაკები რომ ვერაფერს მიხვდეს. გამარჯობა. გამარჯობა შვილო. ისმენ, უბნის რწმუნებული სახლს ვეძებ, ხომ არ იცით საცხოვრებს? აქედან 50 მეტრში მარჯვნივ შევხვიეთ. შემდეგ მარცხნივ შევხვიეთ და მის სახლს დაინახავთ. რწმუნებულთან რა საქმე გაქვს შვილო? ისეთი არაფერი ბიძი აქვს, მადლობ. წარმატებულ დღეს გისურვებ, მამიდა. მე და სიბელს რაღაც საქმე გვაქვს. თუ რამე გაქვს საყიდელი მითხარი? კარგი შვილო. აირანი აღარ გვაქვს. ზეთი წიწურება. კარგი იქნება თუ იყიდი. ფული გამომართვი. იცოდე არ დააგვიანო. კარგი არ დავაგვიანებ. წარმატებულ დღეს გისურვებთ, ქალბატონო ჰადიე. სახლში მოვიწყინე და ვიფიქრე ქალბატონ ჰადიესთან წავალ. გემრიელ გოზლემს მივირთმევ მეთქი. კარგია. ლამაზი ჭკვიანი ქალი ხართ, მაგრამ არის რაღაც, რაც ჩემს შესახებ არ იცით, ქალბატონო ზუხალ. მე ჩინარი არ ვარ. გგონიათ არ ვიცი ამ დილა ადრიან ჩემთან რატომ მოხვედით? ჩინარის გაუჩინარებასთან რაღაც კავშირი გაქვთ. ამაში დარწმუნებული ვარ. Hadi ben gidiyorum. ახლა წავალ შვილო. Aslında istediğim bir şey კიდევ რამეს ხომ არ დამაბარებ? Hiç merak etme. არ ინერვეულო, შენს ქალიშვილს Sen მოვძებნი. de biraz yat dinlen. აქ იწექი და დაისვენე. გამოჯამრთელდი. როცა შენი ქალიშვილი გინახულებს, სუსტად აღარ უნდა დახვდე. აქ წამალი დავტოვე, შუა დღეს დალია, არ დაგავიწყდეს. კარგი ძვირფასო? კარგი. Allah razı ღმერთმა olsun. დაგლოცოთ. შენც შვილო. ამით რისი თქმა გინდათ, ქალბატონო ჰადიე? გონი, კარგად ხვდები რისი თქმაც მინდა. მაინც რას გულისხმობთ? ვერ დავიჯერებ რომ ჩინარმა შვილები დატოვა და წავიდა. ყოვლის შემძლე ღმერთ შენდობას ვთხოვ. არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ ღმერთმა იცის რომ ამ საქმეში ნამდვილად თქვენი ხელი ურევია. ეს საიდან მოიტანეთ?
წარმოდგენა არ მაქვს სად არის ჩინარი, იმიტომ მოვედი რომ თქვენ გკითხოთ. როგორც გითხარით, თქვენი არ გჯერა ქალბატონო ზუხალ. ღვთის გულისათვის ქალბატონო ჰადიე, ძალიან ვცდებით თუ ჩინარის მტერი გგონივართ. უფალმა მაპატიოს. დროება წყენა და სიძულვილი არავის მიმართ არ მაქვს. მადლობა ღმერთს. მაგრამ ვინ ჩვენი მეგობარია და ვინ მტერი? მაშინ მივხვდები, როცა ჩინარი გამოჩნდება. მერე ყველა აგებს პასუხს იმისთვის, რაც ჩაიდინეს. მოთმინება გმართებს, ქალბატონო ზუხალ. მაგრამ ასეთი საუბრით ჩემში ეჭვი შეგაქვთ ქალბატონო ჰადიე. ჩინარი ჩემი ერთადერთი მეგობარია. სეჰერი კი ჩემი მაზლიშვილია. თქვენ სულ რამდენიმე თვეა რაც გაიცანით ისინი. მე კი წლებია ვიცნო. ჩემი ოჯახის წევრები არიან. გამარჯობა. გაგიმარჯოს, მობრძანდით. რამ შეგაწუხათ? გთხოვთ არ ინერვიულოთ და ბრძანდით. ერთ ადამიანს ვეძებ და მის შესახებ მინდა გკითხოთ. თუ ჯერ არ გისაუზმია და მეწვია შვილო. ვისაც ეძებს სოფელში ცხოვრობს? არა, სოფელში არ ცხოვრობს. ჩემი ნათესავი დაიკარგა. რამდენიმე ადამიანი გამოვკითხე. როგორც აღმოჩნდა, აი ბოგანის გორასთან შენიშნეს. მაინტერესებს ვინმე სახლში ხომ არ შეიფარა. ან რამე ხომ არ იცის მის შესახებ. ამიღწერეთ როგორ გამოიყურება, ქალია თუ კაცი? რამდენი წლის არის? 44 წლის ქალია, 170 მეტრის სიმაღლის, წაბლის პერითმით. სამწუხაროდ არ მინახავს და არც ვინმესგან გამიგია რომ დაენახოს. ეს პატარა დასახლებაა, უცხო ადამიანი რომ მოსულიყო უკვე მეწოდინებოდა. ტყეში რამდენიმე სახლია, იქაც იკითხე? ვიკითხე, მაგრამ არავის დაუნახავს. გზაჯვარედინიდან გზატყისკენ გააგრძელეთ და კიდევ ერთ სახლს დაინახავთ. იქ მოხუცი ქალი ცხოვრობს. ასაც გკითხე, ხომ არავინ დაუნახავს. კარგი, მადლობთ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობთ. სულ ეს იყო რის თქმაც მინდა და ქალბატონო ზუხალ. ახლა კი მშვიდად წადით და აქ აღარ მომაკითხოთ. არასდროს. თითქოს ძალიან მომწონდეს შენი სახის დანახვა. ჩინარის ამბავი რომ არ მაინტერესებდეს, შენნაირ მდაბიოს თავს არასდროს გავუყადრებდი. რაც საჭირო იყო გავიგე. აშკარაა რომ ამ ქალმა არ იცის სად არის ჩინარი. საინტერესოა სეჰერი რას ფიქრობს. ინებეთ. რამდენის არის? 50 ქურუში ბატონო. ღმერთმა ბარაკა მოგცეთ. ერთ ქალს ვეძებ. იქნებ მის შესახებ რამე გსმენიათ. 44 წლის მაღალი წაბლის პერითმით. ხომ არ გინახავთ ან ვინმესგან ხომ არ გსმენიათ რამე? ალბათ ეს ისუსინდისო კაცია, ვინც საბრალო გოგო სიკვდილის პირას მიიყვანა. თითქოს არკმარა რაც გააკეთა, ახლა ეძებს კიდეც. არავინ დამინახავს და არც არაფერი გამიგია ბატონო. სოფელში ვინმე უცხო რომ მოსულიყო, აუცილებლად მეწოდინებოდა. ბებია ზარიფე, მოდი, ისევ სადმე დარეკვა გინდოდა? არა, მოგვიანებით მოვალ. წარმატებულ დღეს გისურვებ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მადლობთ.
ნეტავბები ამრაქნა. ჩემს სეჰერს თუ დაუკავშირდა. ჩემო ჯერფასო. ჩემო ლამაზო. ნეტავ შევძლებოდეს მე კიდევ გნახო. შევძლებ შენთვის იმის თქმას, რომ დედა შენს არ მიუტოვები ხარ. ჩემი ცხოვრების გაგრძელების მიზანი ჩემი შვილები არიან. Sarılabilecek. ნეტავ შევძლებ, რომ კიდევ ერთხელ გულში ჩავიკრა ისინი. დამეხმარე ღმერთო. გახმოვანებულია მთავარ.